მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დობერაზენში სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეშის მარაგი გადაეცათ. კურზუს თემის სოფელ დობერაზენის მკვიდრი 9 ოჯახი, რომელთაგან უმეტესობა სოციალურად დაუცველია, შეშის გარეშე იყო დარჩენილი. საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ამ ოჯახების შეშით უზრუნველყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ოჯახებისათვის სულ 20 კუბური მეტრი შეშის მარაგის მობილიზება მოხდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაწილეობით, რომლებმაც მოახერხეს 20 კუბური მეტრი შეშის მობილიზება თავმოყრა და ამ დასახმარებელ ოჯახებთან ამოტანა. დღეს გადავეცით აღნიშნული შეშა მოსახლეობას, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას. საქართველოს მთავრობა მომავალშიც აუცილებლად განახორციელებს სათანადო ღონისძიებებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთლიანად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავეხმაროთ და გავაგრძელოთ მსგავსი ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, დავეხმაროთ ადგილობრივ გაჭირებულ მოსახლეობას. მადლობა ყველას. ჩემთვის ეს დიდი რამეა. თქვენს გაიხაროთ და ჩემ მთავრობამაც გაიხაროთ და დიდი მადლობელი ვარ.